1001 ღამე. ნედა ვარ ჩავიდოდნენ ბატონო ბურხან. გეხვეწები კიდევ ერთხელ დაურეკე. ახლა არ დაურეკეთ. განიმთხვა 30 კილომეტრი დარჩაო. ნიმეთ. ბრინჯი გაწურე? ეგ კარაქია ქალბატონო ნერიმან. მერე? ბატონ ბურხანს კარაქის ჭამა აუკრძალეს. ნოსულელობ. ფლავი კარაქის გარეშე ვის გაუგია? ფლავს ვაკეთებ. შესანიშნავი კარაქია სულ მალე? კარგ ამბებს გავიგებთ და გემრიელად მივირთვათ. ბატონი ბურხანისთვის კარაქის ჭამა არ შეიძლება ნერიმან, ალბათ ვერ გაიგონე. კერძებში ამ ზეითუნის ზეთს ვიყენებთ. კარგი, მაგ ზეთსაც შევურევ. ბატონ ბურხანს სტენტირება გაუკეთეთ. სტენტირება, ჯანსაღად უნდა იკვებოს. ის კაცი გულით ავადმყოფია. მიდი გააკეთე ახლა შენი ფლავი. გააკეთე. თუ მეტი არაფერი გადარდებს. გააკეთე შენი ფლავი. ეს ხანდახან აგარაკზე უნდა შეიარო ხოლმე. რატომ? დარაჯის ტელეფონი რომ ქონოდა და ურეკავდით. მივიდოდა და შეამოწმებდა. იქნებ ტყუილად მივდივართ. მე რა ვიცი. ძველი დარაჯის ტელეფონი მქონდა, მაგრამ ახლის გთხოვ განი, ნუ ამბობ ასეთ რამეებს გული მიკვდება. ყვილია? ღმერთო, გემუდარები იქ იყვნენ. დედა, ნუ ტირი გთხოვ. კარგი საყვარელო. შეიძლება გავქიშდე ალიქიმალს სიტყვა ვერ შევასმინე. ქვემოთ ჩადი. გვერდით დაუჭექი. ცხვირს ნუ უბზუებ. მალე შვილს იპოვიან და დააბრუნებენ. ჩუსუნმა უნდა დაინახოს ვინ არის ამ სახლის ახალი დიასახლისი. შენს დედამთილთან და მამამთილთან დადექი. მოიმსახურე. მოსამსახურე ვარ? 100-ია საჭირო ახუ. მათთან ცხოვრება ადვილი არ არის. ვერ დაინახე ნადიდე როგორ დამელაპარაკა. უზრდელი. ადექი. რაი არ გამოიარე. ბურცა და მოედანს ყოფილ რძალს ნუ დაუტოვებ. ბაირამოღლუში აგარაკი ჰქონიათ. ნედავ როგორია. ალბათ ლამაზი ადგილი იქნება. ჯერ ჩამოვიდნენ. მაგასაც გავარკვევთ, ნუ ნერვიულობ. ღმერთო, რას არ ვაკეთებ რომ თავი მოვაწონო, მაგრამ არაფერი გამომდის. შუქიანთია. აქ არიან. მადლობა ღმერთს. როგორ მოცელა ყოფილხარ? ყოჩახ? ბუკეთ. დედა, საყვარელო. ჩემო ლამაზო. როგორ შეგვაშინე? გაშინია დედა, კარგად ვართ. შვილო შიშისგან კინაღამ დავიხოცეთ. Özür dilerim anne. აპატია დედა, მაგრამ იმ სახლში ვეღარ გავჩერდი. Duramadım o evde. შვილო, მოდი ჩემთან. დავრეკავ გავახარებ. მოდი ჩემთან. მოდი საყვარელო. ძიძია ბურხან. ჩემო ძვირფასო. ბუკეთი ვიპოვეთ. რა? მადლობა ღმერთს. ბავშვები კარგად არიან? კარგად, ძიძია ბურხან. მოდი ჩემთან, ჩემო ბიჭო. განი, ამაღამ მან დარჩით. ხვალდილი ჩამოდით. ახლა უკვე გვიანია. კარგი? მომეთანხმები ქალბატონო ნადიდე. რა თქმა უნდა, გვიანია.
ყოფილი ცოლ-ქმარი აგარაკზე წაბრძანდა. შენ აქ იყავი და დაელოდები, თომ არაფერს წარმოადგენ. გაჩუმდი დედა. ყველაფერი არის საწოლებით თეთრეულიც იქ დარჩნენ. დაღლილები არიან. ნუ წამოვლენ. გაიგონე განი? დილით წამოდით. კარგად გამოიძინეთ. კარგი ვიზე ბურჰან. ამ მშვიდობისა. როგორ მომენატრეთ ორივე? ძერფასო. ვიზე ბურჰანმა გვითხრა დარჩითო. დილით წამოდითო. საწოლებს გავშლი. შენ აქ იწე ქიშველა. საყვარელო, როგორ გაყინულ ხარ? უმოც არციოდა მამა, ელექტროღუმელი ვიყიდე. ღუმელი იყიდა შვილო. ოჩახ შვილო, მაგრამ გათბობა ხომ არის? არ მუშაობს? გაფუჭებლა ვერ ჩავრთე. ახლავე შევამოწმებ. მამა ძალიან მშია. რამე საჭმელი ხომ არ გვეყიდა? მართალი ხარ. გზად პატარა კაფე დავინახე, იმედია დაკეტილი არ იქნება. ბურჯუ, გამონყევი სანამ მამა შენი გამათმობელ შეაკეთებს. ჩვენ ფიდა ვიყიდოთ. კარგი. წამოდი. მოდი ჩემთან, მოდი. ჩემო ლამაზო. საყვარელო, შვილო. ჩემო ერთადერთო. გამარჯობა. გაგიმარჯოს. რამე დამისხე. არაფერს მეეყოლებ? არა, არ მინდა. დანაყრებული ამერთ. მიმტანი გოგონები თავიანთი ხელით აჭმევენ. ეს რას ნიშნავს? ზედმეტი მოგები და ბურაკ და ვერც კი ხვდები. რას ვერ ხვდები? სისულელებს ნუ ლაპარაკობ მელეკ. იცი ეს ერთგვარი ავადმყოფობა. თავის შეკავება არ შეგიძლია. უნდა იმკურნალო. ისე დაეცი რომ მიმტან გოგოებში არ შიყები. როგორ მელაპარაკები? მიმტანად მუშაობა სირცხვილია? ისინი ჩემგან ან შენგან რითგან სხოვდებიან? გოგოს აშკარად არ შიყებოდი, საკუთარი თვალი დავინახე. ის მუშაობდა, შენ კი მოსვენებას არ აძლევდი. სისულელებს ნუ ლაპარაკობ. და ნერვებს ნუ მიშლე. რას ნიშნავს ხელს უშლიდი? ხვდები მაინც რას ამბობ მელეკ? ჩემი თვალი დავინახე ბურაკ. რა ამაზრზენი ხარ? მომისმინა? თავხედურად ნუ მელაპარაკები. თუ ასეთი ამაზრზენი ვარ, რატომ არ მშორდები? ძალიან გაბრაზებული ვარ. შემეშვი. თუ წავალ ვეღარასოდეს ნახავ. არ მადარტებს. თავი მომაბეზრე. რა? ესე იგი წავიდე? კარგი, ვინც არ წავიდეს. მელეკ, რას საკეთებთ? კარგი რა, თავს გაუვიდა. უზრდელე. როგორ მითხრა, ამაზრზენი ხარო? ან ასეთ გოგოსთან რა საქმე უნდა მქონდეს? რა სისულელეს აკეთებ, წარი გაეკიდე, შემოირიგა. მე რატომ უნდა გავეკიდო? შემომხედე რა დღეში ჩამაგდო. საზიზღარი ხარო მითხრა. თვითონ ეცადოს ჩემ შემორიგებას. უმერთო ჩემო. გაკეთდა. მალე დათბება. რატომ წერის ხომ ჭამა? ალბათ გაზები აწუხებს. ერთი წუთით. მოდი, მოდი, მოდი ჩემთან. რა ლამაზი ბიჭი ხარ. ჩემო ძვირფასო. ნოდირი. მოიცადე ლამაზა. ნეთყნებდი ბაწაწინა. ახლა გაგივარს. მოვედით. ნოდირი. ნოდირი ძვირფასო. მოდით, ჭამეთ ცხელია. მამა, ბევრი რაღაც ვიყიდეთ. ოჩახ შვილო. ნოდირი. ნოდირი. კარგია, ცოტა დათბა. ო, შევაკეთე. რა კარგი სორნელი ტრიალებს. სუფრა გაშალეთ, მოდით.
ძვირფას, არიტი რო არ გინდა. ახლა ვეგავშლე. ნუ დირი საყვარელო. არ გინდა არიტი. ქალბატონო ნადიდე, გოგოებს უთხარის უფრა გაშელონ. რამდენი დღეა ლუკმა არ გადამცვლია ხელში. ერთი კარგად ვივახშმოთ. მადლობა ღმერთს ბავშვები იპოვეს. ისევ ნერვიულობდი, კინაღამ გავგიჟდი. რატომ არ ბრუნდებიან, მამა? დიდი გზა ხომ არ არის? მართლა ძმაო ბურხან. რამდენად სწორია, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი იქ მარტო რჩება. ნერიმან. შენ უნდა მასწავლო რა არის ჩემს სახლში სწორი და რა არა, ნერიმან. ვინ ხარ ჩემი ოჯახის საქმეებში რომ ერევი? მაგრამ მამა, შენ ხმა არა მოიღო აჰუ. ხმა არა მოიღო. ბატონო ბურხან, ასე რატომ მელაპარაკები? ასეთი რა ვთქვი? გაჩუმდი ნერიმან, გაჩუმდი. ნუ წამიხდინე ხასიათი. შეგიძლია ერანი მომაწადო მამა? რა თქმა უნდა შვილო. რა გემრიელია. მივედით შევათვალიერეთ და შუქი არენთო. ვიფიქრე დავიღუპეთ მეთქე. მედიამ ლოგინიდან წამოვაგდო მზარეული მამა. მართლა? იქვე ცხოვრობდა? დავაკაკუნეთ უთხარი ძალიან გშია და გთხოვთ რამე მოგვიმზადეთო. კიდევ კარგი რომ ღუმელი ისევ თბილი იყო. ახალიც რომ იმოზილა. მაგარი ხარ ბიძია. მე მშიერი არასდროს დავრჩები საყვარელო. თკბილიანით კაც შეუძლებელს გააკეთებინებ. კმასი ვარცხნი? მოდი მოგეხმარები. სმენია რაპუნცელის შესახებ ზღაპარი, პრინცესა რომელიც კოშკში ცხოვრობდა და მისი თმა მიწას ხდებოდა. არა, არ მსმენია. ინდა მოგიყვე. ხო. მოდი. დაწიქი. ერთ შორეულ ქვეყანაში ცხოვრობდა პრინცესა, რომელსაც რაპუნცელი ერქვა. ეს პრინცესა დიდ სასახლეში ცხოვრობდა. ამ სასახლეს უზარმაზარი კოშკი ჰქონდა, რომელსაც მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა. ამ კარის გასაღებს მეფე საგულდაგულოდ ინახავდა. ერთ დღესაც რაპუნცელი მიდი შვილო, პირი არ დაგიკარებია საჭმლისთვის. ჭამე თორემ დაგვაგვიანდება. მერე რა? როგორ მელაპარაკები? არ შევჭამ. სკოლაშიც არ წავალ. კარი როგორ გამიჯახუნე? კან მოდი აქ. შაჰრეზად, შეეშვი, ნუ გამწოვებ. ხო, მაგრამ დაუმიხრივან. ძალიან განიცდის რაც მოხდა. ის ხომ სულ პატარაა. ერთ წამში სახლიც და მამაც დაკარგა. ასე არ შეიძლება დაუმიხრივან, სკოლაში უნდა წავიდეს. დღეს სახლში დარჩეს. მეც დავრჩები. არ ვიცი, დაუმიხრივან, რა გვიშველება? შენ სამსახურში წადი. მე კანს მივხედავ.
მიირთვი ნილუფერ. Hadi güzelim. იცა უსმენ საყვარელო სკოლაში Okula მივდივარ. gideceğiz bugün. Peynir გინდა ყველი? al bakalım. გემრიელად მიირთვი. Bak ნახე რა ლამაზია ქავრობა. yeni okul. ახალი სკოლა, Yeni arkadaş. ახალი მეგობრები გეყოლება, ახალი მასწავლებლები. Çok seviyorum. ძალიან მოგეწონება. გამარჯობა ბატონო ანურ. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? Merhaba. გამარჯობა. Memnun oldum. მოგბრძანდით. გაიცანით ეს ქალბატონი გონჯაა, ახალი მასწავლებელი. სასიამოვნოა. ჩემთვისაც ასიამოვნოა ბატონო ანურ. ესე იგი შენ ხარ ნილუფერი, კეთილი იყო შენი მობრძანება ჩვენ სკოლაში. რა საყვარელი გოგონაა, გამარჯობა ნილუფერ. მიესალმე საყვარელო. Artık ნილოფერს თქვენ გაბარებთ. კეთილი. წავიდეთ ჩვენს კლასში. აბა შენიც. რამდენიმე დღე აქ ვიქნები, მამიდან ორგულთან გავჩერდებით, თავს გაუფრთხილდით, კარგი? გაკვეთილები არ გააცდინოთ, რამეს თუ ვერ გაიგებთ, ბიძაც თქვენს კითხეთ. კარგი, კარგი დედა. რამდენი ხანი გაჩერდები მამიდან ურგულთან? არ ვიცი, ვნახოთ. ერთი კვირა მაინც გაჩერდი. გოგონებს ყოველდღე გამოვიყვან. ძალიან ენატრები. კარგი იქნება, მოიყვანე. ძვირფას, უმუდით წამოიყვანე. საყვარელო. ეს დოკუმენტები შუა დღის მერე ბატონ ისმაილს მიეცი. ეს არქივში გააგზავნე. კარგი. თუ რამე შეკითხვა გექნება მობილურზე დამირეკე. შიდა ნომრები აქ წერია. ვიცი ქალბატონო ნურჰაით. მაინც შეგახსენე, სანამ კარგად არ გამოკითხავ, ვინ არის, არ დააკავშირო. ეს ბატონი ონურისა და ბატონი ქერემის მობილურის ნომრებია. არ დაგავიწყდეს მხოლოდ მაშინ ურეკავ, როცა გადაუდებელი საქმე იქნება. ვიცი მობილურზე არ უნდა დავურეკო. ეს ქალბატონი ბენუსა და ქალბატონი შახრაზადის ტელეფონის ნომრებია, გასაგებია? რა თქმა უნდა გასაგებია. თქვენ მხოლოდ 2 დღით გაენთავისუფლეთ. დიახ. დასასვენებლად მიდიხართ, იმედია სერიოზული მიზეზი არ არის. სისულელეების ლაპარაკს შეეშვი. ყურადღებით იყავი, კარგი? ეს ახალი საორცხელია. Saçların hep თმაც მისია. Buyurun. ინევეთ, Siz ne yapacaksınız? იცით რაც უნდა გააკეთოთ. უკვე დაურეკე და გავაფრთხილე ლაბორატორია ბატონო ანურ. უმოკლეს დროში გასადინებად პასუხი. Atmama gerek. ვიცი, შეხსენება არ გჭირდება. Çok hassas bir ჩემთვის ძალიან პირადული საკითხია. sağlam. არ მინდა ყველა სხურამდე მივიდეს. შვიდად ბრძანდებოდეთ. ასეთ საკითხებში საიდუმლოს დაცვას დიდ ყურადღებას აქცევენ. მეც კი არ მეწოდინება ანალიზის პასუხი. პასუხებს დალუქული კონვერტით მოგიტანთ. Tamam. კარგი, გმადლობ. ნახვამდის. გამარჯობა ბატონო ქერემ. გამარჯობა. რა ხდება ონურ? Olması gerek. ის რაც უნდა ხდებოდეს. Gerçekten. დროა ჭეშმარიტებას თვალი გავუსწორო. დნმ-ის ანალიზი? ხო, ნერვიულობ? არ ვიცი. იცი, სწორად მოიქეცი. მე თუ მკითხავ, დააგვიანე კიდეც. Ben მე ბევრი რამ დავაგვიანე ქერემ. რას ელოდები? nasıl yani? რას გულისხმობ? პასუხი. შენს გადაწყვეტილებას შეცვლის? Benim მე უნდა გავიდეთ, რომ uçağı kaçacağım. თვითფრინავზე დამაგვიანდება. ანკარაში მიფრინავ? ხო, სამინისტროში თათბირია. თუ გინდა მეწავალ. Yok böylesi. არა, მირჩევნია მეწავიდე.
რამდენიმე საათით მაინც შორს ვიქნები პრობლემებისგან. საღამოს დაბრუნდები? დაუბრუნდები, მაგრამ ალბათ ღამე. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვებუქეთ. ხომ იცი შვილო? ვიცი ბაბუა, ბოდიშს ვიხდი. საყვარელო კინაღამ გული გამისკდა ნერვიულობისგან, რამე რომ დაგმართნოდათ, რა გვეშველებოდა. მოდი ჩემო ლამაზო, მოდი. ძალიან გაგვიმართლა. 1000 ჯურის ადამიანი დადის. რამე შარს რომ გადაყროდით? კარგი, არ გინდა ბატონო ბურხან. უკეთისთვის კარგი გაკვეთილი იქნება. იმედია თავგადასავლების ძებნას აღარ დაიწყებ, არა შვილო? სახლიდან აღარ გაიქცევი. კიდევ ერთხელ თუ დამარტყამს გავიქცევი. რა? ვინ დაგარტყა? ბუკეთ ეს რას ნიშნავს? მან დამარტყა. უმუთი ტიროდა. ახუდა დედამისი უმუთს გაუჭარდნენ. ჩუმა დაუყვერეს. მე კი ვეუბნებოდი ნუ უყვირით მეთქი, მაგრამ არ მომისმინეს. მე კი დამარტყა. დაგარტყა? სილა გამაწნა. ნერიმან. ძმაო იგონებს. არ დამირტყამს, უბრალოდ ოდნავ შევეხე. რა ქენი? ბატონო ბურხან, აქამდე არავის გაუბედავს ბურჰან ევლე აღულუშვილიშვილებისთვის ხელის აწევა. მშობლებს ხმას კი არა უწევიათ არასდროს ამ ბავშვებზე. შენ ვინ ხარ, რამდენს რომ ბედავ? არ დამირტყამს, ბავშვი აზვიადებს. არ ვაზვიადებ. სილა გამაწანი შენ. რა? კარგი რა, ბავშვს უნდა მოეფერო, უნდა სცემო კიდეც. ასია ძმაო, როცა უზრდელობს, შენ რა უფლება გაქვს ჩემ შვილიშვილს ზრდილობა ასწავლო. ესე იგი სილა გააწანი. ჩემს შვილიშვილს სილა გააწანი. მამა რა სილის გაწნა? მეც იქვე ვიყავი უბრალოდ. ახო გაჩუმდი. კმარ არ ძალო? პატარა ბავშვის გამო რატომ უნდა გავილანძღო? თან ნათესავად გეკუთვნით. შენი ადგილი იცოდე ნერიმან. შენი ადგილი იცოდე. ბატონო ბურხან დაწყნარდი გთხოვ. სხვა რომ ყოფილიყო შენს ადგილას, ვინც ჩემ შვილიშვილზე ხელს აწევდა, იმ ხელს მოვტეხდი. გასაგებია? ამიერიდან ჩუმად იჯდები, ხმას არა მოიღებ. ან ასე როგორ შეიძლება? აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ჩემი შვილის სახლია, მაგრამ თქვენ როგორც ჩანს, არ გინდათ რომ აქ ვიყო. მაშინ აჯობებს წავიდე. დედა? დედა გაჩერდი. გაიწე ჩემი რიგია? მაგრამ ეს ახალი კოვა თქვენ კლასშია? თვებზე შეხედეთ როგორ დაუწნიათ. ხმას არ იღებს ჩუმაძის მერხთან? მასწავლებელმა რაღაც კითხა და ვერც უპასუხა. სულ იმ ამბავზე ვფიქრობ. ვცდილობ რამე ჩასაჭირი ვიპოვა, რომ ონურს ვაპატიო, მაგრამ არ გამომდის. იქნებ გავაგო შახრაზად. საქმეც ამაშია ბენო. ვერ ვუგებ. ორსული ქალი მიატოვა, ამდენი წელი გავიდა და არც დაინტერესებულა, რა ბედი ეწია. იქნებ ბატონი ონორიშვილი არ არის, იქნებ მახე დაუგეს. ორივემ ვიცით, რომ მახე არ არის. საიდან იცით ხვი? ის ქალი ნილი მახეს დაგება რომ მძდომებოდა ამდენი წელი დაელოდებოდა? მოკიდებდა ბავშვს ხელს და ონურთან მიიყვანდა. არ მგონია დანაშაულის გრძნობის გამო ონურთან მისულიყო. უბრალოდ მახის დაგების გამო ამდენი წელი არავინ დაელოდებოდა. რომ მძდომებოდა სასამართლოში უჩივლებდა, პრესაში გაავრცელებდა, ყველაფერს გააკეთებდა, ალიმენტებს გადაახტევინებდა, ფულს გამოსდალავდა, შეართხვენდა, მაგრამ ასე არ მოიქცა.
მატერიალურად არ უჭირდა, შეიძლება ამის გამო. კარგი რა ღვთის გულისათვის. მამამისი გაკოტრდა, დედა გარდაიცვალა. მწერვალიდან მიწას დაენარცხნენ, მაგრამ მაინც არასდროს დაურეკავს ონორისთვის. ამით რისი თქმა გინდა ვერ გავიგე. ნილი ამაყი ქალი ყოფილა, ბენო. ამ ქალმა რამდენი სირთულე გამოიარა, მაგრამ ერთხელაც არ მიუმართავს თხოვნით. ცდილობდა, რომ შვილთან ერთად თავის სამყაროში ეცხოვრა. ონურმა რა გააკეთა? ვის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა გაგიჩნდებოდა, ონურის თუ ნილის მიმართ? არ ვიცი, შახრაზად, ძალიან რთული სიტუაციაა. ნუ ტერენი ლუფერ, მითხარი რა მოხდა? ვინ გაწყენინა? მითხარი. გამარჯობა, ონურ აქსელს დამაკავშირეთ. მიმბრძანდებით? სკოლიდან გიკავშირდებით, პრობლემა შეიქმნა და სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკო. მობილურზე ვურეკავდი, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. ბატონი ონური ანკარაში გაფრინდა, ახლა თვითმფრინავშია. ვინმე ახლობელი ხომ არ ყავს აქ? ბავშვს პრობლემა აქვს, იქნებ ოჯახის რომელიმე წევრთან დამაკავშიროთ. მისი მეუღლის ნომერს მოგცემთ. კარგი იქნება, დიდი მადლობა. იწერთ? დიახ. კანზე ძალიან იმოქმედა, თავის თავში ჩაიკეტა, არ ლაპარაკობს. ბავშვებს ყველაფერი ესმით. მართალი ხარ. კანს რა უთხარი? რა უნდა მეთქვა? არის ისეთი საკითხები, რომელზეც ვერ ვთანხმდებით მეთქი. ნელ-ნელა ავუხსნი სიტუაციას. არ მინდა უცებ მივახალო, თან დღეს დაიჩემა სკოლაში არ წავალო. ჩემი საყვარელი ბიჭუნა. ყოველთვის ბავშვები ზარალდებიან დიდებს შორის უთანხმოების გამო. საპირფარეშოში შევალ. არსულობის გამო ერთ ყუთს მოვსვათ თუ არა, მაშინვე საპირფარეშოში გავრბივარ. შენც ასე იყავი? სულგული მერეოდა. ალო, გთხოვ, ერთი ყლოპი მოსვი? ალო, გამარჯობა, შახრაზად აქსელს ვესაუბრები? დიახ, მე ვარ. ქალბატონო შახრაზად, მაპატიეთ რომ გაწუხებთ, ნილუფერის გამო გირეკავთ. ნილუფერის? თქვენი ახლობლის შვილი ყოფილა ბატონმა ონურმა დღეს სკოლაში მოიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ბავშვი ძალიან ნერვიულობს. რა მოხდა? რამე პრობლემაა? ალბათ თავს მარტოდ გრძნობს, დავონებულია. ვცდილობთ დავამშვიდოთ, მაგრამ აჯობებს ვინმე ახლობელი მოვიდეს მასთან. ბატონ ონურს დაურეკეთ? დავურეკეთ, მაგრამ ანკარაში წასულა ვერ ვუკავშირდებით. ო, მართალია, ალბათ ისევ თვითმფრინავშია. აჯობებს დღეს ნილუფერს სახლში თუ წაიყვანთ. ნუ ღარ გავანერვიულებთ. ეს აქ დავაწებოთ? ლამაზი გამოვიდა. ნახე რა კარგი გამოვიდა? ესეც დავაწებოთ? მოვიტყინე, აღარ მინდა თამაში. გინდა პარკში გავისეირნოთ? დაბრუნებისას სიმინდი ვიყიდოთ. არ მინდა. კარგი რა, სულას ემოწყენილი ხომ არ იქნები? ჩემო საყვარელო ბიჭო, შენ ხომ ყველაფერს მიყვებოდი? აბა მითხარი, რატომ ხარ მოწყენილი? მამა მენატრა. გახსოვს ერთი ზღაპარი მოგიყევი? პრინცმა და პრინცესამ ტყეში ერთმანეთი რომ დაკარგეს. გახსოვს? ხეები, კურდღლები, ციყვები ეხმარებოდნენ, მერე კი ერთმანეთი იპოვეს. მახსოვს. ოჯახ ჩემო ბიჭუნა, არ დაგვიწყებია. ახლა წარმოიდგინე, რომ შენმა დედიკომ და მამიკომ ერთმანეთი დაკარგეს, მაგრამ მალე იპოვიან ერთმანეთს. კან. ჩემო საყვარელო.
სამსახურის მერე რას აკეთებ ხოლმე კანი? არაფერს, მეცოდინეობ, ხომ იცი? მაგაზე არ გეკითხები, შაბათ-კვირას რას აკეთებ ხოლმე? მეცოდინეობ, ჩემს დიშვილებს ვეხმარები. ასე ვატარებ დროს. არა, სულ ასე არა. ანდახან კინოში დავდივარ ხოლმე. ანდახან კონცერტებზეც. მეგობარი მყავს, სონერი ჰქვია. ანდახან მასთან ერთად ბარში მივდივარ ხოლმე. ესე იგი აქტიური ცხოვრება გაქვს. როგორ გითხრა? შეყვარებული ყავს? არა, ყავს მეგობარი გოგოები. მოკლედ ვცდილობ ცხოვრებით ყველანაირად დავტკბე. უნერ მარტო შეყვარებულში ხომ არ არის საქმე. გასაგებია. რა მოხდა, რატომ ეკითხები? ისე, ამ კვირა ჩემი მეგობარი თავის სახლში წვეულებას მართავს და სახლში წვეულებას საწყობს? ჰა, მაგარია. მერე? გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე? წვეულებაზე? ჰა, რატომაც არა. ამ კვირას არაფერი მაქვს დაგეგმილი. გამარჯობა. გამარჯობა. ქალბატონი მიჰრიბანის ნახვა მინდოდა. დღეს სამსახურში არ არის, ვინ ბრძანდებით? მე ჰალდუნი ვარ, მისი მეგობარი. ბეგოსში ვიყავი, საქმე მქონდა, ვიფიქრე შეუგული მეთქი. დიახ, გამახსენდით. გადავცემ რომ კითხულობდით. კეთილი, გვალობთ, დაგემშვიდობებით. ნახვამდის. რას ამბობდი, სად არის წვეულება? არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა სკოლაში მოსვლის პირველ დღეს ბავშვი ნერვიულობს. რა მოხდა, რამე პრობლემა შეიქმნა? უცნობ გარემოში მოხდა და მასზე იმოქმედა. ფიქრობ, თავს მარტო გრძნობს, თითქოს მიატოვის. სიმართლე გითხრათ, მოსწავლეები ახალ მოსულ ბავშვებსაც ადვილად არიღებენ. ხომ არ აწყვენინეს? არა, არაფერი მომხდარა. ნილუფერი ისედაც ჩუმი წყნარი გოგონაა. როგორც ვიცი, დედა გარდაეცვალა. დიახ, სამწუხაროდ, ამიტომაც განიცდის. ახლა სად არის? სად? მასწავლებელმა ხელბირის დასაბანად საპირფარეშოში წაიყვანა. მოვლენ. ნილუფერი რომ დავამშვიდო, რას მირჩევთ? როგორ მოვიქცე? ესეც არაფერს დროს თუ გაატარებთ მასთან და დაელაპარაკებით, ესეც საკმარისი იქნება. ბავშვმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. აი მოვიდნენ. მოვიდა ჩემი ლამაზი გოგო. ქალბატონი შახრაზადი შენს დასაყვანად მოვიდა ნილუფერ. გამარჯობა ნილუფერ. როგორ ხარ საყვარელო, კარგად? შენს მასწავლებელს ვთხოვე, ადრე წავიყვან მეთქი და უფლება მომცეს. ჩვენთან წავიდეთ, კარგი? კარგი. ვთხოვ, ნუ რაფერზე დარდობ. თან ქაანით სახლშია, გაგაცნობ, ერთად ითამაშებთ. კარგი? ნახე კან? კაკაო მოგიმზადე. კექს მიაყოლებ. თუ რწყობილა გირჩევნია. არ მინდა. იცოდე მეწყინება კან. არ მინდა მეთქი. შედი საყვარელო. აი ჩვენც მოვედით. მოიცადე, ეს ჩანთა მოიხსენე. აი ასე? მიხრიბან მოვედით. მოდი საყვარელო. გამარჯობა. გამარჯობა. ნილუფერ, ეს დეი და მიხრიბანია. გაიცანი. გამარჯობა. გამარჯობა. კან, მოდი. ეს კი კანია, ჩემი შვილი. მიესალმე ნილუფერს კან. გამარჯობა, გამარჯობა. ნილუფერი კი? ჩემი მეგობრის შვილია.
ნილფერმე სამსახურში უნდა დავბრუნდე, მაგრამ ქაანი და დეიდა მიხრიბანი სულ შენთან იქნებიან. როცა დაგჭირდებით, ამირეკე, კარგი? ნილფერი აქ დარჩება, დედა? ამ ღამეს აქ დარჩება. კარგი. მე რეაგიხსნი ყველაფერს, ბავშვს შენ გაბარებ. არ ინერვიულა. კარგი. ქაან შენ და ნილფერმა ითამაშეთ, კარგი? ვითამაშებთ. აბა თქვენ იცით. დეიდა მიხრიბანმა კაკაო მოამზადა. გინდა? არცხობილაც არის. მე არცხობილაც რძეში ჩალბობა მიყვარს. მეც მიყვარს. სად ვზანდებოდი შენ მეტი შარა? ამ კითხვებს მოვიფიქრეთ. ავტობუსს ვერ მივუსწარი. ტრამვაი ძლივს მოვედი. მიდი საქმეს მიხედე, დღეს ბევრი ხალხია. მართლა? მეგონა შუაკვირას მაინც დავისვენებდი. რა დროს დასვენება? ნუ დარდო, ახალი მიმტანი აიყვანეს და მთელი ტვირთი შენ არ დაგაცობა. უკაცრავად. შეგიძლია შემიკრა. აქ რას აკეთებ? შეგიძლია წინ საფარი შემიკრა. შენ თვითონ შეიკარე. დამეხმარე, ხელი არ მწუდება. შენი ხელი ყველგან მიწდება, მდიდარო ვაჟ ბატონო. კარგი რა, ხომ ხედავ რომ არ გამომდის. დამეხმარე. ცოტა ფრთხილად. საკმარისი არ იყო კლუბი რომ დაკეტე, ახლა კი იყიდე კიდეც? მიმტანობანას თამაშობ? კარგი რა საზენ. პატივიეცი თანამშრომლებს სამსახურში მოვეწყე. რამდენ ტყუილს იგონებ, გონია ვერ მიგიხვდები? ვინიცის თავში ახლა რა ავადმყოფური აზრები გიტრიალებს, სულ გაგიჟდი? მაგაზე სალაპარაკოდ ბევრი დრო გვექნება. დღეს ერთმენაში ვართ. მაიმუნობა თუ გინდა შენინება? საქმე უნდა გავაკეთოთ, რა დროს მაიმუნობა. მაშინ შეეშვილა ყბობას და დაიწყე კლიენტების მომსახურება. რას მიყურებ? ფეხი გაადგი. დროზე. კარგი იქნებოდა ბურაქისთვისაც დაგვეძახა. კარგი რა ღვთის გულისათვის, რომ დაგვეძახა, მაინც არ მოვიდოდა. რატომ არ მოვიდოდა? შენ და ის ბურაქი სად არის და რას აკეთებს, არ მაინტერესებს, მასზე გაბრაზებული ვარ, იჩხუბეთ? ჩვენ სულ ჩხუბობთ. ახალი ამბავი არ არის, ბოლოს კლუბში წავკიკლავდით. მელეკ რა საჭიროა ჩხუბი და აყალმაყალი? ნერვებს მიშლის დაო, ჭკვიდან გადავყავარ. რა გააკეთა? ერთ დღესაც მოთმინება აღარ მეყოფა. შენც უნდა გაუგო. ბურაქი სხვანაირი ბიჭია, ვიცი, ალბათ მოსვენებას არ აძლევ. საერთოდ არაფერს არ ვეუბნები. ისე გათავხეთ და ყველა გოგოს ეკიდება და არ შიყება. არ დაგები რომ დაიწყება, აგარაკზე ერთად წავიდეთ, კარგი ბებია? გავიდეთ საყვარელო. იქ მარტო ზაფხულში თუ წახვალ ისეცევა. ძალიან შეგწიუდათ? თავიდან ციოდა, მაგრამ მე ელექტროხუმელი ვიყიდე. ბუკეთ შვილო. ეს რა გააკეთე? რატომ მოიქეცი ასე? ქალბატონო ნადიდე, ხედავ, მოიფიქრა და ელექტროგამათბობელი იყიდა. შევაჯრე მაინც შვილო. არა ბაბო, პატარა გამათბობელი ვიყიდე, გამყიდველმა მითხრა, იმის არისო. ჰალოგენის? ხო, 150 ლირა დააფასა. 150 ლირა, რა ძვირი დაუფასებია? ალბათ პატარა ბავშვი რომ დაინახა მოატყუა. ასე მგონია. უსინდისო. კარგი, დაწყნარდი ბატონო ბურჰანი. რა, ასე არ არის? რაც მან გააკეთა უნომოსობა. ნუ დარდო შვილო. აგარაკზე რომ წავალთ, იმ კაცს რაც ზედმეტი გადახსნები და უკან გამოვართვებ და შენ მოგცემ.
აჰო არ მოდის? არ მოდის. თვითონ იცის თავის საქმე. ასე უკეთესიცაა. უკანა ბაღში 3 ხედარგეს. ნეტა ვიხარა. უკანა ბაღში არ გავს ოლარპებია. უმუთის მარტო დატოვება არ მინდოდა. ჩემი ჭკვიანი გოგო. ჩემო ძვირფასო. ხელფეხი მიკანკალებს. რა არ მაკადრეს? ნუ დარდობ დედა. ყველას მოვთხოვ პასუხს. შვილო ახო. შეეშვი. არ გადაიკიდო. უცნაური ხალხია. სუფრას მიუსხდნენ და არც კი დამიძახეს. ალიქემოს საერთოდ არ ვადარდებ. ჯოჯოხეთად მიქცა ეს სახლი. ჭკუას მოუხმე. ცხვირს თუ აუბზუებ, არაფერი გამოგივა. ჯადი. სუფრას მეუჯექი, ვითომ არაფერი მომხდარა. მაგრამ დედას დაუჯერე. იცი რაც უნდა გააკეთო. სასწრაფო ჩვილი უნდა გააჩინო. ვერ უყურებ ყოფილ ცოლს როგორ პატივსცემენ. კალური შარმი გამოიყენე. ალიქემალი მოხიბლე. ესე იგი, ფისტები ვერ გავტეხეო და უკან დაუბრუნა? მართლა გაგიჟდა ბიძიასადი დეიდანადიდე. როგორ გულიანად გამაცინე განი. ასეთი არაფერი გამიგია. ვერ გავტეხე და უკან დაიბრუნეო. შეგერგოთ მამა. ჩამეძინა და ვიგვიანე ჩამოსვლა ბოდიშს ვიხდი. ნიმეთ, ტუნიანი დამისხი. ჩვენ კი კბილეული მოგვიტანენ ნიმეთ. ახლავე მოგართმევთ. ნომერი მიუწვდომელია. სათხარ ბურაკ, რა საქმეებს ატრიალებ? ყურადღებით იყავი. უკაცრავად. იმედია არ დაშავდე. მე კარგად ვარ, შენ თავს მიხედე. ადვილი არ ყოფილა მიმტანად მუშაობა, არა? დავამართ. აჯობებ შენს კომპანიაში დაბრუნდე, მიმტანობა არ გამოგდის. რას მიყურებ? ალაგე აქაურობა. კარგი ავალაგებ, ნუ დარდობ. მე არაფერი მადარდებს. უფროს მარ დაინახავს თორემ. რა სიზამს? ხელფასიდან დამიკვითავს? კიდევ ერთი ორი ჭიქა გატეხე და მე ნახავ გამოგიქვითავს თუ არა. როგორ შემეშინდა? შიშის გამკანკალებ. მეც ვის ველაპარაკები, რაც გატეხე ორი იმდენს თვითონ აანაზღაურებ. ცეზენ, ძალიან საყვარელი ხარ. შენ კი ბოთე ხარ. რა ვქნა? შენ რომ ხედავ, ფეხები მებლანდება. არ გინდა აღიარო, რომ უნიათო ხარ. საქმეს მივხედოთ, ესენი აალაგე. მიდი, ყურადღებით იყავი. და ფეხი აღარ აგებლანდოს. მოსაპირკეთებელი მასალებისია, აქ არის გალბატონო შახრაზად. გმადლობ, უნერ. კიდევ უნდა იმუშაოთ? აუ, საქმეები მაქვს. შენ შეგიძლია წახვიდე. გვიანია. თუ გინდა დავრჩები? არ არის საჭირო. გმადლობ, რომ ასე მეხმარები. პირიქით, მე გიხდით მადლობას. გამომშვიდობისა. ნახვამდის.
მოგზაურობისაგან დაღლილი გულივერი ერთ დღესაც ლილიპუტების ქვეყანაში აღმოჩნდა, სადაც პატარა ადამიანები ცხოვრობენ. რა? გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში აღმოჩნდა. ლილიპუტი ვინ არის? ლილიპუტი პატარა ადამიანები არიან. ამ ზღაპარშია. ეს ასაცილოა. შეიძლება ლილიპუტი დაგიძახო? რატომ? არ ვიცი მომწონს ეს სახელი. კარგი, დამიძახე. ლილიპუტა. კან, ნილუფერ, გემრიელი მუხალები მოგიმზადეთ. მოდით ერთად ჭამოთ. მას ნილუფერი არ ქვია დეიდამიხრიბან. ლილიპუტი ქვია. რა? ლილიპუტი? ჰა. რას ნიშნავს სახში არ არის გულჯან? რას ნიშნავს? მეგონა სკოლიდან თქვენ გამოიყვანდით ბატონო ანურ. არაფერი დაგიბარებიათ. არ იცოდი რომ მანკარაში უნდა წასულიყავი. არა. ბავშვი ამ დრომდე სახში არ მოსულა. თუ თორ დაინტერესდი სად არის? მეგონა თქვენ წაიყვანეთ სადმე. ეს რა უპასუხისმგებლობაა გულჯან? ეს რა საქციელია? ბოდიშს გიხდით? სკოლიდან არავის დაურეკავს? არა, არავის დაურეკავს. მერთო დიდებულო შეიძლება გავგიჟდე. გისმენთ? გამარჯობა, მე ონურ აქსალი ვარ. გამარჯობა ბატონო ონურ, როგორ ბრძანდებით? მადლობთ, ქალბატონო ფიგენ. ნილუფერის ამბავი მინდოდა მეკითხა. დიახ, ძალიან მწუხარ დღევანდელი ამბების გამო. დამიჯერეთ აღარ განმეორდება. რატომ რა მოხდა? ქალბატონ შაჰრაზადს არ ელაპარაკეთ? არა, ჯერ შინ არ მივსულ ვარ. არ ვილაპარაკია. დღეს კლასელებმა ნილუფერს აწყენინეს. პირველი დღეა. ისიც ვერ შეეგუა. დაგირეკეთ, მაგრამ ვერ დაგიკავშირდით. მადლობა თქვენ მეუღლეს. მაშინვე მოვიდა. მართლა? დიახ. გასაგებია. გამარჯობა. საგიმარჯოს. ბურაკი აქ არ არის, არა? არა, ამ საღამოს არ მოსულა? არა არ მოსულა. მართლა? მელეკ, თქვენ შორის რამე პრობლემაა? რა პრობლემა უნდა იყოს? ეს ხომ ბურაკია, როგორც ყოველთვის ისე იქცევა. ამჯერად რაღაც სერიოზული რამ მოხდა. დაბუტულები ხართ არა? ასეა. არაფერი მომხდარა, ნუ აზვიადებ. დამიცხე რამე. ნომერი რომელიც თქვენ აკრიფეთ მიუწვდომელია. Güzelmiş değil mi? გემრიელი არა? Evet çok güzel. ძალიან გემრიელია. გმადლობ. Afiyet olsun. შეგერგოთ საყვარელო. Vallahi diyor. საყვარელო? Tabii. ხო, Sen de benim balam. შენც ჩემი საყვარელი გოგო ხარ. ლილიპუტს მუჰალებს ხომ გავუკეთებ ხოლმე დეიდამიხრიბან? Elbette. რა თქმა უნდა, როცა მომდება ყოველთვის გავუკეთებ. Onur Bey. ბატონო ონურ, Hoş geldiniz. გამარჯობა. Buyurun. შემობრძანდით. Hoş bulduk. გამარჯობა. Şehrazat yok. შაჰრაზადი არ არის? Yok gelmedi. არა, ჯერ არ მოსულა. Nilüfer. ნილუფერი? O burada. აქ არის. Şehrazat Nilüfer. შაჰრაზადმა სკოლიდან აქ მოიყვანა. Ama hemen მაგრამ მე იძულებული იყო სამსახურში წასულიყო. ხვალისთვის ბევრი საქმე აქვს მოსასწრები. Nasıl Nilüfer? როგორ არის ნილუფერი? კარგად არის? geçin içeri. შემობრძანდით. ნახეთ თქვენი შვილი. მობრძანდით. Kaan. კან, მამა, Oğlum benim. კან შვილო. როგორ მომენატრე? Çok özledim seni. Nilüfer. ნილუფერ, Gelsene. მოდი ჩემთან. Gel. მოდი. Gelsene.
მადი. Gel. მოდი, მოდი. Oh, tatlı Nilüfer. შემოსაყვარელო. ლილიპუტს ვეძახი. Lilliput. ლილიპუტს? ო, არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა მიმტანის პროფესია. ყოჩევ რომ ყოველღამე უძლებ ამ ყველაფერს. მადლობა თქვი რომ კვირის ბოლო არ იყო, თორემ შენი შოუ დიდხანს გაგრძელდებოდა. კანციც გაგძვრებოდა. სამწუხაროა. გონია რომ შოუ დავდგე? აბა სხვა რა არის? ჯერ გზაზე გადამეყობა, მერე წვეულება მოაწყვე, ახლა მიმტანად გამომეცხადე, ამ ყველაფერს წინასწარ გეგმავარა? არა, ყველაფერს ექსპრომტად ვაკეთებ. ძალიან კარგია. ასე გააგრძელე. აბა კარგად იყავი. მოიცადე ერთი წუთით. სად მიდიხარ? ხელი გამოშვი. სად უნდა წავიდე? სახლში მივდივარ. მოდი, სადმე წავიდეთ, ცოტა დავლიოთ. დღეს გამომუშავებული ფულით ყავაზე დაგვატიჟებ. აღებული თანხა თუ შენთვის ზედმეტია, ვინმეს მიეცი, ირგვლივ იმდენი უსახლკაროა. მათი ლოცვა მაინც შეგეწევა. ღამე მშვიდობისა. სეზენ, გთხოვ წამომყევი. კიდევ რა უნდა გავაკეთო რომ დამიჯერო? მომისმინე, შენ ძალიან განსხვავებული გოგო ხარ. იცი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ. დიდ პატივს გცემ. დამიჯერე ასეა. დღეს ძალიან ლამაზად ლაპარაკობ. სერიოზულად გეუბნები. რატომ არ მომყვები არსად? ნუ თუ ასეთი ცუდი ვარ. შეუძლებელია. დიდარი ბატონი რომ ხარ, ამას ყურადღებას ნუ მივაქცევთ. ჩემს ნათესავად ითვლები. ითვლები კი არა, ნათესავი ხარ. გესმის? რა ნათესავე? ჩემი ძმის დეიდაშვილი. ჩემი რა გამოდის? ძმობას რომ იწევდეს, ჩემი დეიდაშვილი გამოდიხარ. რა დეიდაშვილი, რას ამბობ? კერემ ინჯიოღლუ შენი ძმა არ არის? ხო? უпроსტერად შენი დეიდაშვილი. ასე რომ ჩვენც დეიდაშვილები ვართ. რას ამბობ? მართლა არ იცი? რა უნდა ვიცოდე? კერემ ინჯიოღლუ, ჩემი ძმა. სეზენ. ნუ სულელობ. მაშინ შენ რძალს კითხე ბენოს. მომისმინე ბურაკ. თავი დამანები გასაგებია? დეიდაშვილო. Evde seni სახლში ორი ბავშვი გელოდება და შენ მაინც შუაღამემდე მუშაობ. ასე იყო საჭირო. bazen sen სანახან მგონია რომ რომელიღაც ღაბრული ქვეყნიდან მოხვედი ჩვენთან. რატომ? melek gibi. იმიტომ რომ ზღაპრის გმირივით ყველაფერს ასწრებ. Bugün okulda aldım. დღეს მტირალ ნილუფერსაც კი მიაკითხე სკოლაში. შენ დაგირეკეს, მაგრამ ვერ დაგიკავშირდნენ. მე დამირეკეს. ისეთი არაფერია. Her gün ყოველდღე უფრო და უფრო მივარდები შაჰრაზად. aşkım değil. Minnet. გარდა ამისა, ჩემი მადლიერებაც იზრდება. Her gece dua ediyorum. ყოველღამე ვლოცულობ, ღმერთს მადლობას ვცვირავ შენნაირი ქალი რომ მაჩუქა. თონებას მომცემონურ. Senin benim ნილუფერსაც კი უპატრონე, რომლის გამოც მიმატოვე. ნილუფერის გამო არ მიმიტოვები ხარ ონორ. ნილუფერის დედას ასე რომ მოეკეცი. ამიტომ მიგატოვე. ღამე მშვიდობისა. საშიში არაფერია. ნილუფერ. ნახავ დღეს სკოლაში უკეთ იქნები. ლილიპუტი დედა, მას ლილიპუტი ქვია. კარგი, ლილიპუტი. მაპატიეთ. სკოლაში არავის მოყვარვარ. არავის არ უნდა ჩემთან მეგობრობა. აბა რას ამბობ? ჯერ არ გიცნობენ. ამიტომ გონია ასე. ცოტა მოითმინე. რა საყვარელია ეს ლილიპუტი?
რა მოხდა? Çok güzel. კარგი სორნელი გაქვს. Annem gibi. დედა ჩემივით. ონურ, გეკითხები შაჰრაზადი და ქაანი სახლში რატომ არ არიან? Anne lütfen. დედა გთხოვ, სად წავიდნენ? რა მოხდა თქვენ შორის? Bir şey gel. არაფერი არ მომხდარა. ონურ, Hadi anne. დედა მოდი, ერთად ვისაუბროთ. რაღაც მოხდა. ნამდვილად რაღაც მოხდა. არც შაჰრაზადი მირეკავს, არც ქაანი? Anne portakal. დედა პორტოხლის ვერ ზალევ? კითხვაზე კითხვით ნუ პასუხობ. ამდენ ხანს რომ არ დამირეკეთ, მივხვდი რომ რაღაც ხდებოდა. Anne. გამომართვი დედა პორტოხლის ვერ მიირთვი. დაჯექი. არ მინდა. მომიყვები? თუ მაინც და მაინც შაჰრაზადისგან გავიკო. Anne lütfen. Hadi. დედა გთხოვ, ტელეფონი ჩანთაში ჩაიდე. დაჯექი. Koy çantayı. Hadi gel otur. მოდი. ხო. რაღაც მოხდა. რადგან არ გინდა რომ შაჰრაზადს დავურეკო. Evet oldu. ხო, მოხდა. Oldu. მოხდა. რა მოხდა ონურ? რა ჩაიდინე? Ne yaptın? გაჩავიდინე? Yine bir şey. დამნაშავე აუცილებლად მე ვარ, არა? პატარა ადამიანებმა ის თავიანთ მეფესთან მიიყვანეს. ამ ქვეყანას ლილიპუტების ქვეყანა ერქვა. მეფემ გულივერს უთხრა, რომ ამ ქვეყნისთვის არაფერი დაეშავებინა. ნილუფერ, ნახე, შენი მეგობრები მოვიდნენ. გუშინ არ გაგიცნი, არა? Onlarla dün tanışmamıştım. ხომასია. Merhaba. გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა. Nilüfer. გაიცანით ეს ნილუფერია. ჩვენ მას ლილიპუტს ვეძახით. ხომასია ქან. Nilüfer. ნილუფერ ნახე ამბავს რა ლამაზი თმა აქვს. Var arkadaşına. Teşekkür გმადლობთ. Adın რა ქვია? Özge. ოზგე. Özge. ოზგე. Özge'ye merhaba. მიესალმე ოზგეს ლილიპუტო. გამარჯობა. Merhaba. გამარჯობა, მე ბერკი ვარ. ეს დედა შენია? მის დედა თვითვლები. Bu da benim. ბავშვებო, ეს ჩემი ბიჭია ქანი. გამარჯობა ქან. Bizim ჩვენი ლილიპუტი ძალიან საყვარელია. ძალიან შეგიყვარდებათ. Benim adım Begüm. მე ბეგომი მქვია, ბეგოს მეძახიან. Burak ne oluyor? ბურაკ ჩვენ შორის რა ხდება? დავშორდით და მე არ ვიცი. ერთად როდის ვიყავით რომ დავშორდეთ მელეკ? Ne demek? რას ნიშნავს ერთად როდის ვიყავით? ნუ გამაგიჯებ. Neydi yaşadık? რა ჩვენ შორის ხდებოდა იმას რა ერქვა? ჩუმადი ლაპარაკე. ყველა ჩვენ გვისმენს. აქ სამუშაო ადგილია ვერ ხვდები? მოგვისმინონ, არ მაინტერესებს. ბურაკ, პასუხი გამეცი. საქმე მაქვს მელეკ. Ne demek? რას ნიშნავს ერთად როდის ვიყავით? ანუ ჩვენ შორის არაფერი მოხდარა? ო, რაღაც ხდებოდა, მაგრამ ნუ სულაობ. ასე იყო. როცა შენ მოისურვებდი, ერთად წვებოდი, სულ ეს იყო. Ne? რა? Ya sen რა საზიზღარი ადამიანი ყოფილხარ, ასეთ რამეს როგორ მეუბნები? ასე არ იყო? ერთმანეთის სიყვარულით არ კვდებოდით, ხომ ასეა? başka bir... სხვა ვიღაც ყავს არა? ბურაკ, თუ ვინმე ყავს, მითხარი და წავალ. ამდენ ხალხში ნუ მაყვირებ. თუ ყავს, მითხარი. ყავს. O garson... ის მიმტანი გოგო? Şaka yapıyor. ხუმრობ არა? Beni გინდა რომ გამაბრაზო და ამიტომ ამბობ. ხო, მითხარი თუ ყავს სავალო. Bağırmıyor. ყავს თუ არა? Beni delirtme. ნუ გამაგიჯებ, გთხოვ. ყავს მეთქი მელეკ, გეუბნები, არ გესმის? არა, არა, ნილუფერი კარგ ხასიათზეა ბატონო, ონურ არ ინერვიულოთ. Ağlıyor diyordunuz. გუშინ ტიროდა უმითხარით, ახლა რა მოხდა? ქალბატონმა შაჰრაზადმა ორ წუთში მოიგო ბავშვების გული. ახლა ყველა ნილუფერის გარშემო ტრიალებს, ლილიპუტს ეძახიან. Öyledir benim. ჩემი ცოლი ასეთია. Bir sorun yok ya. ესე იგი პრობლემა აღარ არის. არა, არანაირი პრობლემა. Güzel. ძალიან კარგი. თუ რამე მოხდება დამირეკეთ. Ne ararsınız? რა თქმა უნდა ბატონო, ონურ არ იდარდოთ. İyi günler. ნახვამდის. ნახვამდის.
Sene çay getirdim. ჩაი მოგიტანე. Gani bugün დღეს განი არ მოვა? kursdan sonra ლექციების მერე მოვა. sadece sınavım გამოცდა ქონდა და იმიტომ ვიკითხე. Sadece teşekkür მხოლოდ მადლობის გადახდა მინდოდა. Artık bu fırsatı bile ახლა მის საშუალებასაც აღარ ვაძლევ. Onur Bey. ბატონმა უნურმა დარეკა. ხო, გმადლობ მიქრებან. მეტად რა გვაქვს ლაპარაკო? Yok mu? არ გაქვთ? Sen artık ბატონ უნურს საშუალებას არ აძლევ რომ ტკბილი სიტყვა გითხრას. Bana bir tatlı söz söyle. ჩემთვის ტკბილი სიტყვების თქვა ჯობია ბავშვს მიხედოს მიქრებან. იმ გოგოს მდგომარეობა ხომ ნახე? Gördün halini kızın. Şehrazat. შახრაზად. Güzel bir. ჩემო ლამაზო. Sen benim. შენ ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ. Senin o göz. არ მინდა ასეთ სევდიანს გხედავდე, მაგრამ ზედმეტად ჭირვეულობ. Ama çok fazla და ამბობენ ზედმეტი ჭირვეულობა შეყვარებულსაც დაღლისო. karar ver. გადაწყვეტილება უნდა მიიღო. Sana danış. ან წადი და ელაპარაკე უთხარი რომ შორდები, ან ტელეფონზე უპასუხე. Tamam. კარგი. Arayacağım. საღამოს დავურეკავ. ახლა ბევრი საქმე მაქვს. შევთანხმდით? აბა მეგობარო. ისევ არაფერია. ტელეფონი დაკავებულია, მდივანი პასუხს ელოდება. დიახ, გისმენთ. ბატონო ქერემ, სემიხ ოსშენერს თქვენთან შეხვედრა უნდა შემოუშვან? არა. არ შემოუშვან. კარგი. ალო? ბატონი სემიხი ისევ მანდ არის? აქ არის. ბატონი ქერემი თათბირზეა. გასაგებია ქალბატონო ნურჰაით. კარგი გადავცემ. Kerem Bey ბატონი ქერემი ვერ მიგიღებთ, თათბირზეა. yaşamayacaklarmış. ჩემთვის არაფერი მინდა, ჩემთვის არაფერს ვითხოვ. მოიცადეთ, ვერ შეგიშვებთ. თერემინჯა უღლო არ მაინტერესებს, მე მხოლოდ ერთი რამე მაქვს სათქმელი. გთხოვთ, აქ დაიცადეთ. გამიშვით. ბატონო, ეს რაფას დაუდებელი ჰოლდინგი ყოფილა. ბატონი ქერემის რა მოუცლელია. გთხოვთ, ბატონო, ზალას ნუ გამოგვაყენებინებთ. მხოლოდ ერთი სიტყვა მქონდა სათქმელი. ქალბატონო ნურჰაიათ, გადავიფიქრე. სემი ზორშენერი შემოუშვით. კარგი ბატონო ქერემ. Alo gelsin. ალო? Tabii. ამოვიდეს? გასაგებია ქალბატონო ნურჰაით, კარგი. გაუშვით ბატონ ქერემს უთქვამს ამოვიდესო. თქვენი პირადობა თუ შეიძლება. არ მაქვს ამ პირადობას, ისე უნდა შევიდე. თუ საჭირო გახდა, აქ დაველოდები. გთხოვთ, ბატონო. Peki anladım. კარგი, გასაგებია. Buyurun geçebilir. შეგიძლიათ ჩახვიდეთ. მიბრძანდით. პირველად და უკანასკნელად მოვედი. გასაგებია. მამად არ მაღიერებ. მართალი ხარ. მაგრამ ჩემნაირი დაუძლურებული მოხუცის გარეთ გაგდება სირცხვილი არა? წარმოუდგენელია. გაგდება არა? თუ გაგაგდე აქ როგორ მოხვედე? არ ვიცი, ალბათ მე მოგინდა გენახა რა გაუბედურებული ვარ. ნუ გაშინია. აქ პირველად და უკანასკნელად შემოვდგი ფეხი. აღარ მოვალ. ისედაც არ მოусულ ვარ ჩემი სურვილით.
რადგან აქამდე მოხვედი, ესე იგი რაღაც პრობლემა გაქვს. აქვს. იმისთვის მოხვედი, რომ თავი შემაწოდო? ალბათ მეტყვი პრობლემა მაქვს. რაც არ უნდა იყოს, ჩემი ვაჟი ხარო. ამის გაკეთება რომ შემძლეოდა ახლა ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი. ცხოვრების გზას მოვძებნიდი. ამის მინიშო. ჩემზე რაც გინდა ისი ფიქრე, მაგრამ სეზენი შენი და მას არაფერი დაუშავებია. ეს ბიჭი არ ვიცი, ძმად მიგაჩნია თუ დეიდაშვილად. არ აქვს მნიშვნელობა. ჩემს გოგოს ჩამოაშორე. რა? რისი თქმა გინდა? ვინ არის და რა დგერგება არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ვინ ჩემს გოგოს აწყენინებს. საკუთარი ხელით დავახრჩობ. ერთი წუთით. ერთი წუთით. შემოდი. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. დნმ-ის პასუხი მოგიტანეთ. გვადლობთ. არაფერს. ბეტონის დასასხმელად მომავალ კვირას მოვლენ. მანამდე ელექტროსადენების და წყლის მილების გაყვანა უნდა მოვასწროთ. ამის თქმა მინდა და დანარჩენი თქვენც იცით. საქმეს მიხედეთ. მიდით, მეგობრებო, საქმეს დაუბრუნდით. გამარჯობა, შაჰრაზად. გამარჯობა. შეიძლება ვილაპარაკოთ. კარგი. გისმენ. აქ ვილაპარაკოთ? თუ დიდხანს არ გაგრძელდება, აქ ვისაუბროთ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. გასაგებია. შენთვის იმადაც არ უღივარ, რომ ერთი საათი დამითმო. არა, ამის თქმა არ მინდოდა. თუ დამელოდები, საქმეს დავამთავრებ და კარგი, საჭირო არ არის, მართალი ხარ. მართალი ხარ, შაჰრაზად. ნდობის გარეშე სიყვარული არ არსებობს. ერთ დღეს პატარა გოგონა ნახე. ითხრეს, ონურის ქალიშვილიაო და ონურ, კარგად იცი, რომ პრობლემა ეგ არ არის. პრობლემა ისაა, რომ ამ ბავშვის დედას ამ ბავშვის დედა მიღალა შაჰრაზად. შენ კი ნდობაზე მელაპარაკები. წარმოიდგინე, ნილმა მიღალა და იცი ეს რას ნიშნავს? ახლა იმას მოგიყვები, რაც არავისთვის მithქვამს. ყველაფერს გავიღებდი იმის დავიწყება, რომ შემეძლოს, რაც დავინახე. შეგიძლია მომისმინო? გამარჯობა, ქერემ, ისაუზმე? ვისაუზმე დედა, გმადლობ. ასე ადრე რა მოგიყვანა? შენს სასაყვანად მოვედი. რატომ? წამოდი ობიექტზე ერთად წავიდე, თან გზაში ვისაუბრებთ. დღეს არ მივდივარ. აქ ვისაუბროთ. იჩქარებურ აქ, დროზე დაამთავრე საუზმე. აქ რომ ისაუბროთ არ შეიძლება. თუ მე მიმალავთ რამეს. საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ, დედა, ხო? მზად ხარ? კარგი? ქერემ, რა მოხდა? ქალებს არ ვენდობი მეთქი ამას, იმიტომ კი არ ვამბობდი, რომ აზროვნება დაკვარგიან. გავგიჟდი, შაჰრაზად. მე მიღალატეს. ვერ წარმოიდგენ რას ნიშნავს, როცა საყვარელი ქალი გღალატოს.
Evlenmem. ქორწილამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. Ben Nil'in hayalindeki მინდოდა ნილი ბედნიერ ქალად მეკცია. derken რუსეთში ჩვენ სამშენებლო ობიექტზე პრობლემა შეიქმნა. Moskova. მოსკოვში მომიხდა წასვლა. Benim hiç içime წასვლა არ მინდოდა, მაგრამ eğer gitmez რომ არ წავსულიყავი ჰოლდინგს დიდი ზარალი მიადგებოდა. mecbur. ასე რომ წავედი. Akşam uçağı საღამოს გავფრინდი. Moskova. მოსკოვში ჩავედი, სასტუმროში მივედი თუ არა. ნილს დაურეკე. Çok özledim. იმიტომ რომ ძალიან მომენატრა. Nil'in ძალიან მხიარული ხმა ჰქონდა. şaşırdım. გამიკვირდა. Yani ben თავით ცუდად ვიგრძენი. kendimi çok kötü hissettim. მე სხვა ქვეყანაში ვარ, მის გვერდით არ ვარ. მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერია მეთქი ვიფიქრე. Birden İstanbul'a döndüm. მაშინ ესტამბოლში დაბრუნება გადავწყვიტე. İşte isterse bak. ჰოლდინგი თუნდაც სულ განადგურებულიყო არ მაინტერესებდა. Demek ki ვიფიქრე ალბათ სიყვარული ასეთია მეთქი. belki de kuşku bilmiyorum. შეიძლება ეს ეჭვი იყო, არ ვიცი. Sabaha karşı İstanbul. გამთენისას Doğru Nil'in evine სტამბოლში ჩამოვედი, მაშინ მე ნილთან წავედი. kapıya geldim ha. კართან რომ მივედი, ერთი წუთით დავფიქრდი. Düşündüm. Acaba ზარი დავრეკო თუ kapıyı çalsam mı? ჩემი გასაღებით გავაღო მეთქი. Derken uyandırım. არ მინდოდა გამეღვიძებინა, ჩუმად შევედი. Bir düşün halimi. მეგონა ჩემ საყვარელ ხალხს მძინარეს ნახავდი. მინდოდა მეთქვა შენთვის დააბრუნდი საყვარელო. სხვა არაფერი მაინტერესებს მეთქი. Hiçbir şey umurumda ამის თქმას ვაპირებდი. diyeceğim. Onur tamam. Onur, კარგი, აღარ გააგრძელა. Sessiz. ჩუმად შევედი. Yalnız değil. მარტო არ იყო. Bir adamla ვიღაც კაცთან ჩახუტებულს ეძინა. belli ki gece boyunca მთელი ღამე ერთად გაუტარებიათ. o adam ერთხელ გამაცნობილეთ ის კაცი რაღაც წვევლებაზე. adamın bizden hoşlandı. ვიგრძენი რომ ნილი მოსწონდა. უბრალოდ ნილმა მაგრძნობინა. Bütün hareketleriyle bak bu adam benden თავისი საქციელი თითქოს მეუბნებოდა, აი იცოდე ამ კაცს მოვწონვარ. basit bir kadın oyunu olduğunu düşündüm. მეგონა ეს უბრალოდ ქალური ხრიკი იყო, რომ მეეჭვიანა. Ama მაგრამ არც მთლად უბრალო აღმოჩნდა. Nil ნილმა რომ დამინახა, görünce mahvoldu. ცუდად გახდა. Ama yakın მაგრამ იმას კი არ ნანობდა რომ მიღალატა. bana ihanet იმაზე ნერვიულობდა რომ იმ კაცთან დავიჭირე. ediyordum. İşte o, მის სახეზე ამის წაკითხვა შევძელი. işte o kadın. მაშინ სიკვდილი მინდოდა გესმის შაჰრაზად. İçi pişman olan o სწორედ ის ქალი რომელიც კი არ ნანობდა რომ მიღალატა, არამედ წუხდა რომ ეს მე გავიგე. yaşadığıma şaşıyorum. ერთი კვირის შემდეგ წირილით მოვიდა ჩემთან. Nil დღესაც მიკვირს იმ დღეების შემდეგ ცოცხალი როგორ დავრჩი. როცა ნილი ტირილით ამბობდა, ორსულად ვარო. შეიძლება მართლაც ნანობდა, მაგრამ მე მისი ერთი სიტყვისაც არ მჯეროდა. ნილუფერი შეიძლება ჩემი შვილია ან არც არის ჩემი შვილი, არ ვიცი. აი აქ წერია. სიმართლე როგორიც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა აღარ აქვს შაჰრაზად. ben o kızı მე ეს ბავშვი მივიღე. çünkü რადგან ნილუფერს ჯერა რომ მამამისი ვარ. inanmış bir kere. მარტოდ დარჩენილ პატარა გოგონას რწმენას ვერ დავუსხრებ. Küçücük bir kızın მის გრძნობებს ვერ გავანადგურებ. duyguları. ამას ვერ ვიზამ შაჰრაზად. Sen შენ გინდა ეს თუ არა ნილუფერი უკვე ჩემი შვილია. Nilüfer არ არის საჭირო სიმართლე ვიცოდე, benim gelmeme მაგრამ შენ უნდა იცოდე. ihtiyacım yok. გთხოვ, გამომართვი და Ama senin შენ წაიკითხე. lütfen bunu al. ძალიან გთხოვ, Kendin al. წაიკითხე. Onur, Onur Onur, გაჩერდი ერთი წუთით. Melek, Melek evde Melek სახლში ხარ? Canım ძირფასო, ne oldu? რა მოგივიდა? Hasta mısın? ავად ხარ? çok kötüyüm. ცუდად ვარ დაიკო. Ne oldu bir tane? რა მოხდა საყვარელო? მითხარი. Burak. ბურაკი, Kavga mı ettiniz? ისე ვიჩხუბეთ.
Beni terk მიმატოვა. Ne? რა? Başka ვინმე ყავს მეთქი ვკითხე. და მყავსო მითხრა. შენთან აღარ მინდაო. მიმატოვა გესმის? საყვარელო. Canım. Biliyorum ama ვიცი ვინც ყავს. Kimmiş? ვინ არის? o garson kız. ის მიმტანი. Garson. მიმტანი? Toz konu. იმ გოგოს სიმნიავს არაკარებს, სულ უკან დასდევს. Hiç öyle არა მგონია ასე იყოს, ალბათ იგონებს. yapıyorsun. არ ინერვიულო შერიგდებით. ვიღაც მიმტანში გამცვალა ბენო. Abla. Saçmalama. ნუ სულელობ. Seni kıskandırmak ალბათ უნდა რომ გაეჭვიანოს. Ben Burak'ı çok ძალიან მყარებია ბურაკი ბენო. bunu anladım. ამას ახლა მივხვდი. O da seni. მასაც უყვარხარ ჩემო კარგო. Ama უცნაური ხასიათი აქვს, განებივრებულია. ზოგჯერ ისე იქცევა ხოლმე. üzme kendini. ნუ დარდობ. Her şey düzelir. ყველაფერი კარგად იქნება. დამიჯერე. სეზენი ჩემი და გესმის? ჩემი და მისგან თავი შორს დაიჭირა. მე რა? იყო შენი და ჩემი ხომ არ არის? ბურაკ, არ მინდა რომ სეზენი ისევ ნახო. ნუ ღარ შეხვდები. რას მეუბნები? შენ უნდა კითხო ვის შეხვდები? ბურაკ, ნუ მაბრაზებ. აღარ მინდა შენ გამო ისევ შევხვდე იმ კაცს, რომელიც დედა ჩემი სიკვდილის მიზეზი გახდა, დღეს ჩემთან მოვიდა. სისულელეს თავი დაანებე ქერემ. რაც ნიშნავს ეს ყველაფერი? სეზენი შემიყვარდა. გესმის ქერემ, შემიყვარდა. შეგიყვარდა არა? შენ სიყვარულის რა იცი ბურაკ? შენ ცხოვრებაში ქალები მოდიან, მათ იყენებ და მერე მოისვრი ხოლმე. ნებას არ მოგცემ სეზენსაც ასე მოექცე გესმის? ქერემ, ჩემი არ გესმის? შემიყვარდა მეთქი ვამბობ. პირველად შევხვდი სეზენისნაირ გოგოს, სრულიად განსხვავებულ გოგოს. შემიყვარდა გესმის? შენ ყველა გოგოზე ამას ამბობ. პირველად მეთქი ვამბობ. შენ სიყვარულს კაცი ვერ ენდობა ბურაკ. მალე და გავიწყდება. ისე მიატოვებ უკან არც კი მოიხედავ. შენ ის არ გიყვარს. იმიტომ რომ არ იცი რა არის სიყვარული. სეზენი მიყვარს. ამას დაგიმტკიცებ, აი ნახავ. სისულელეს ნუ ამბობ. სეზენისგან თავი შორს დაიჭირე ბურაკ. ვერ მიბრძანებ ქერემ გესმის? სეზენი მიყვარს. მორჩა. ეს თემა ამოიწურა. მორჩა. O filmi gel. ჩვენთან უნდა მოხვიდე. ნახვამდის, ნახვამდის. ნილფერ. გამარჯობა. İzmir'e mi? ისევ იზმარში უნდა წამიყვანო? Artık შენთან აღარ ვითხოვრებ? Olur mu öyle? რას ამბობ? Ben seni tatile gidiyorum. დასასვენებლად უნდა წაგიყვანო. ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით. Ver bakalım. რომელიც ჩანთა? Al montunu. ქურთუგი აიღე? Hadi. ჩაჯექი მანქანაში. Geç arabaya. მოდი. Her şeyi anlat. ყველაფერი მომიყვა, რაც ნილთან შეემთხვა. დიდი ტკივილი განიცადა. Ben onu ონურს უსამართლოდ ვექცევი ბენო. neden böyle ამას რატომ ვაკეთებ? Söylüyorum ama გითხარი, მაგრამ არ დამიჯერე შახრაზად. hemen öyle. რამეს გეტყვი თუ არა, მაშინვე ფეთქდები. Hayatta ალბათ ცხოვრების მეშინია და იმიტომ. ben საყვარელი ადამიანებისთვის უბედურება მომაქვს. Kendini çok თავს ნოიტანჯავ. kolay. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის. ვინც არ უნდა ყოფილიყო დაიბნეოდა. Orada პატარა გოგო, რომელიც უპატრონოდ დარჩა. ben şimdi ონურის ადგილზე წარმოვიდგინე თავი. her şeyi anlıyorum. ახლა მისი მესმის, მაგრამ გვიანია. Saçmalama. დასისულელია. Niye geç oldu? გვიანი რატომაა? Geç. გვიანია, გვიანი. Ben bu sefer ამჯერად ონურს ძალიან ვატკინე გული. en çok desteği როცა მხარში დგომა სჭირდებოდა, kapıyı. მაშინ წამოვედი მისგან. Çok yanlış. ცუდად მოვიქეცი. ყველაფერი გამოსწორდება, ნუ დარდობ. Merak etme. რადგან დაბრუნება გინდა, ყველაფერი მოგვარდება. Benimle არ konuş. მელაპარაკება. მთელი დღე აბურეკავ და არ მპასუხობს. Yanlarıma çıkmadı. როგორი ვიკარგად არიან? დამშვიდე.
აქ რომ ხარ ბედნიერად გრძნობენ თავს. მეც მენატრებიან. რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, მაინც მენატრებიან. ხვალ დიდხანს იქნებით ერთად. ამაღამ ვერ დავიძინებ. ხვალ რომელ საათზე მოვიდა? რაც უფრო ადრე მოხვალ, უკეთესი იქნება. ერთად ვისაუზმოთ. რა სიტყვი? რატომაც არა, კარგი იქნება. გოგონებს ძალიან გაუხარდებათ. ჩემაგირა დაკოც. კარგი. ნახვამდის. ვისელაპარაკებოდი. მიპასუხე ალი კემალ, ვის შეუთანხმდი შეხვედრაზე? ხვალ პიკნიკზე წავალთ გოგონებო. დედასაც წავიყვანთ. აიშა უმცეცხლო წავიყვანთ მამა რა თქმა უნდა შვილო. ალი კემალ. ხვალ სადმე ხომ არ წავსულიყავით? ვერ შევძლებ. აი შეწუნიანი დაასხე შვილო. რატომ? ხვალ ხომ შაბათია. თუ ხვალაც მუშაობ. მამა ალი კემალი ბევრს მუშაობს. ჩვენ ყურადღებას ვერ გვითმობს. ხვალ ჩემი გოგონები დედასთან უნდა წავიყვანო. რა იყო ახო? რა არის ამაში ცუდი? გოგოებს აქვთ დედის ნახვის უფლება. მათი დედა კაისერიში როდის ბრუნდება? რა შენი საქმეა? რაცა მაუნდება, მაშინ დაბრუნდება. მიდი შვილო, მიდი. გემრიელად მიირთვით. ფესონ, რა მოგივიდა შვილო? ჩემს გოგონებზე ვდარდობ. ძალიან მენატრებიან. ძალიან ძნელი ყოფილა შვილებისგან შორს ყოფნა. ხვალ ხომ ნახავ, ნოდარდობ. მაგრამ საღამოს ისევ დავშორდები. მადლობა თქვი, რომ ადამიანურად იქცევიან. შეეძლოთ ბავშვები არც ეჩვენებინათ. გაშორების შემდეგ რას არ უკეთებენ ადამიანები ერთმანეთს. ძალიან ნანობ. დიდი შეცდომა დავუშვი მამიდა. ჩემი თბილი ბუდე საკუთარი ხელით დავანგრია. რა, კარტოფილი შეწვით? რა კარგი სუნია? რა კარტოფილი, ის ბანახი გვაქვს მაწვნით, მოდი. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.